ვირმა უთხრა ვეფხს, ბალახი ლურჯი ფერისაა. ვეფხმა უპასუხა, არა, ბალახი მწვანეა. წამოიჭერა დავა და ისინი წავიდნენ ლომთან, ცხოველთა მეფესთან. სანამ მიუახლოვდებოდნენ, ვირმა შორიდან შეძახა. მეფეო, მართალია თუ არა, რომ ბალახი ლურჯი ფერისაა? ლომმა მიუგო, კი, ბალახი ლურჯი ფერისაა. ვის გაუხარდა და განაგრძო. ვეფხვი არ მეთანხმება, მეკამათება და მაღიზიანებს, გთხოვ დასაჯოთ იგი. ცხოველთა მეფემ განაცხადა, ვეფხვი იქნება დასჯილი 5 წლიანი დუმილით. ვის ძალიან გაუხარდა და წავიდა. გზად ბედნიერი ვირი გასძახოდა, ბალახი ლურჯია. ვეფხვმა კი მოგვიანებით კითხა ლომს, მეფეო, რატომ დამსაჯეთ, ბალახი ხომ მწვანე ფერისაა? ლომმა უპასუხა, შენ მართალი ხარ, ბალახი მწვანეა. გაკურებულმა ვეფხვმა კი იკითხა, მაშინ რატომ დავისაჯე მე? ლომაც უპასუხა, იმას არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერისაა ბალახი. სასჯელი შენ მიიღე იმის გამო, რომ ასეთი მამაცი და ჭკვიანი ცხოველი სახელად ვეფხვი არ უნდა ხარჯავდეს დროს ვირთან კამათში. ამ ისტორიის მორალი ის არის, რომ დროის ტყუილი კარგოა ეკამათოს სულელს, რომელსაც არ ადარდებს ჭეშმარიტება და რეალობა, რადგან მისი მიზანია უბრალოდ გაიმარჯვოს თავისი ილუზიაში და დაიკმაყოფილოს ეგო. შენ თუ არ ადევნებ ჩემს ვიდეოებს, თვალს დიდი ალბათობით მსგავსი ვიდეო აღარასდროს შეხვდება თუ არ დააფოლოვებ პროფილს. ხოლო თუ უკვე დაფოლოვებული გყავარ, გილოცავ, რადგან შენ დღითიდღე გონებრივად უფრო ძლიერდები.